გამარჯობა. კი ბატონო, ექიმი არჩილ მარშანიას არხზე ხარ და მეც გადავწყვიტე რომ გავაკეთო პოდკასტი. იმიტომ რომ ყველა აკეთებს და მე რატო არ უნდა გავაკეთო? სინამდვილეში იმიტომ გავაკეთე რომ აი ეს ტელევიზიებში იმასთან სხვებთან სიარული, იმასთან იმის გაკეთება ამოვიდა პელში ძმაო რა, იმისი არ იყოს რაღაც. იქ ვიღაცაზე, აქ ის მის სპონსორია, აქ იმას ახლა ეგრე უნდა ჩაიცვა, იქ ესე განათება არ არის, იქ ესე დაჯექი. არ მინდა ძმაო დევიღალე, მეც სპონსორიც მე ვარ, განათებებსაც მე ვაყენებ, კამერებსაც მე ვთავ. როგორც მინდა იმას ისე ჩავიცმევ. ისე დავждები, ისე ვილაპარაკებ და ყველაფერს გავაკეთებ აი ჩემ ხოშზე. ხო და ამიტომაც თავიდან თუ რამე განათებები და ისინი არ მოგეწონათ ფერები, დამიწერთ კომენტარებში რა შეიძლება შევცვალო, როგორ გავაკეთო. ხო და ცოტა ხანი ამიტანეთ ესე თუ დაბალი ხარისხის იქნება, მაგრამ ნელ-ნელა დავამოღებ ყველაფერს. რეჟისურასაც, მონტაჟსაც და იმასაც და შესაბამისად ამასაც. ეხლა რას გპირდებით, რა იქნება განსხვავებული. პირველ რიგში რა თქმა უნდა დამეხმაროთ და დამილაიქოთ ვიდეოები, გამომიწეროთ და ასევე კომენტარებში დამიწეროთ რა თემებზე გინდათ რომ ხოლმე რომ ვისაუბრო. რა თქმა უნდა ძირითადად ვილაპარაკებ სამედიცინო თემებზე ვისაუბრებ ჩაშლილად და განსხვავებული რაც იქნება რომ მარტო მე ვიჯდები და ჩემს აზრებს და ლამაზ იდეებს კი არ მოგახევთ თავზე. ეს იქნება მტკიცებულებებზე დაფუძნებული თემები. ანუ ვილაპარაკებ სანდო წყაროებით და ნებისმიერი თემის შემთხვევაში თუ კი თქვენ დაგჭირდებათ რომ ეს სანდო წყაროები მოგაწოდოთ, დამეკომენტარებთ და გამოგიგზავნით მეილზე, იქნება თუ რაღაცნაირად მოკლედ ჩაგიგდებთ და ნახავთ ამ ყველაფერს. ოღონდ არ ვფიქრობ რომ ეგ მარტივი ამბავია, არა, თანამედროვე ეპოქაში მიუხედავად იმისა რომ ChatGPT და Google არსებობს, სანდო სამეცნიერო ინფორმაციის მოპოვება ჯერ ერთი რომ უნდა იცოდე და მეორე არც თუ ისე იაფიღეს, რამდენიმე $100-დან $1000-მდე მინიმუმ ხარჯავ ხოლმე ყოველწლიურად იმისთვის რომ გამოვიწერო სანდო სამეცნიერო, ასე ვთქვათ, ასოციაციები და სამედიცინო პლატფორმები, წიგნები ვიყიდო და ასე შემდეგ, შესაბამისად არც თუ ისე მარტივი ამბავია ეგ და ნებისმიერ თემაზე თუ დაგჭირდებათ ამებსაც მოგაწვდით ხოლმე დასაკითხად. არა სამედიცინო თემებზეც იმას ვიზამ ხოლმე, მაგალითად თუშეთი იცით რომ ძალიან მიყვარს, თუშეთშიც ვივლი ხოლმე და იქაც გადავიღებ ვიდეოს და გაჩვენებთ. ჭამაც მიყვარს, ხანდახან შეიძლება ჭამაზეც დავწერო ხოლმე, კი არა. ჩავწერო და ჰობი მაქვს ასევე მაგალითად დანები მიყვარს და ამ რაღაცებსაც გადავიღებ ხოლმე და მოკლედ ვეცდები რომ არც მე მოვიწყინო და არც თქვენ არ მოიწყინოთ. რამდენიმე ეტაპად იქნება ხოლმე როგორც წესი სამედიცინო თემები დაყოფილი, შესავალს ვიზავ, საინტერესო ამბებს იმ შესახებ, იმ პათოლოგიის შესახებ, რაზეც ვილაპარაკებ და ბოლოს კიდე მექნება ხოლმე ბოლონოგი. რატომ ბოლონოგი? იმიტომ რომ მონოლოგი იქნება და ბოლოში იქნება ხოლმე და ესეთი გენიალური სტრატეგია და სახელწოდება მოვიფიქრე. სულ ეს იყო რის თქმაც მინდოდა. მოგრედ, გელოდებით კომენტარებში, გამომიწერეთ და ექიმი არჩილ მარშანიას მიღების საათი დაიწყო. Let's rock and roll.